ამ ვიდეოში ისე ლამაზად და ნაზად მივდივარ და მივნარნარებ, გეგონება მე არ მაქვს ფეხები დასიებული წინ და უკან სირბილში. ხო და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი შუშან. ახლა დროა დაისვენო და ადამიანივით იცხოვრო მეთქი. ავდექი, მოძებნე სასტუმრო, ვიპოვე ერთი ძალიან ლამაზი სასტუმრო, სადაც ეხლა ვარ, რომელსაც ქვია გისტოლა. ნომერში შესვლისას ისეთი სითბო დამხვდა, მეთქი ღირდა ამდენი, რომ იარე ამ ყინვაში და აქ მოხვედი. აღნიშნავ იმას, რომ ძალიან სუფთა იყო ყველაფერი და გაკრიალებული. მე როგორ მინდა ასეთი ოთახი მხვდებოდეს ყოველ დღე, როცა სახლში დავბრუნდები, მაგრამ არა, ჯუნგლი ვარ ჩვეულებრივი. გარეთ რო გავედი, სრულ შოკი მქონდა, უკანკალებდი სიცივისგან, არა იმდენ ლამაზი იყო ყველაფერი. მეთქი შუშან პრინცესა ხარ ჩვეულებრივი. დედოფალი მეგონა საკუთარი თავი. შემდეგ აბაზანის ტურს გავაკეთებ, მეთქი თან მაინტერესებდა ტრაპის აკუთებული სუნი თუ იდგა, მაგრამ არა მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნოსული იყო მთელ სასტუმროში. აბაზანის სუნებზე ზოგადად ცუდად ხვდები ხოლმე, ამიტომ კაი იყო. რა კაია, გადამოწოლა. მე წავედი, ჭამე, კუბდარი მართლა საოცარი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ მესტიაში ერთ-ერთი საუკეთესო კუბდარი იყო, რაც ვჭამე. ხელით ჭამა პრინცესების დამახასიათებელი ნიშანი არ არის, მაგრამ მე ჩემობური პრინცესა ვარ. ესეთი ლამაზი გარემო იყო რესტორანში და წავედი.